ნუცა სესიკაშვილი გამარჯობა როგორ ხართ მეგობრებო როგორ ხართ როგორ გიკითხოთ ChatGPT-ს ვესაუბრებოდიო მე თიკა ChatGPT რად გინდა როცა აგერ არ ვარ კაცო მე ChatGPT-ს რატო უნდა ესაუბრო აგერ მე მესაუბრო ჯობია კაცო აი ახლა რა მაინტერესებს თიკა მკითხე ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში და მაგას ვარკვევდი ოკეი დავშოთ წინა ცხოვრებაში ვინ იყავი მაგას რო გაიგებ მაგ ინფორმაციას რაში გამოიყენებ ანუ ეგ რაში დაგეხმარება ანუ რისთვის გჭირდება მაგის გარკვევა თან ისეთი რაღაც არის ვერ გადაამოწმებ ხო ტყუილია თუ მართალია ვერასდროს ვერ გაიგებ შესაბამისად ანუ ეგ ინფორმაცია რაში გჭირდება რისთვის არკვევა ნუ მაინტერესებს ძალიან ხო გასაგებია რომ გაინტერესებს ძალიან ვამბობთ რომ დავშოთ გაიგე ვინ იყავი წინა ცხოვრებაში მე რა ხდება ანუ რა შეიცვლება შენთვის შენი აზრით ChatGPT ფემინისტია კი თუ არა გეობოქსინგ კოუჩ მაშინ ChatGPT რას მიპასუხებდა შენი აზრით გააჩნია როგორ დაუსვამ შეკითხვას გეობოქსინგ კოუჩი იმიტომ რომ ChatGPT არის აწყობილი იმაზე რომ შენ რაც გაგეხარდება ის კითხვას შესაბამისად იქიდან გამომდინარე შენ როგორ ელაპარაკებოდი მას ეგ აქვს დამახსოვრებული ამიტომ ხონდე ჩემი შიშები შეხედულება ხასიათი რას უკავშირდება თიკა ანუ მაგით გავიგებ ახლანდელი ჩემი შიშები შეხედულებები ხასიათი რას უკავშირდება აჰა საინტერესო ანუ ახლანდელი შიშები შენი შეხედულებები და შენი ხასიათი არ თვლი რომ შენი აწმყოდან მომდინარეობს ნაწილობრივ ანუ წარსულში თუ გადააბრალებ ვიღაცას ვინც იყავი ადრე და აღარ ხარ თითქოს რაღაცნაირად პასუხისმგებლობებს იხსნი ხო და თითქოს განრიდება ხდება მაგას ქვია ესკაპიზმი ისე ვთქვათ ანუ გაქცევა სიტყვა escape-დან მოდის ხო ეგ თითქოს გავაბიხარ ნუ ახლა კი არ ხდება რაღაცები ჩემთავს ანუ ახლა კი არ მაქვს მე შიშებზე სამუშაო აი წარსულში რო ვიყავი ვიღაცა მეზღვაური ან პრინცესა ან ვიღაცა მაშინ რო ვიღაცამ შემაშინა თურმე იქიდან მომყვება ანუ ეს რეალურად ანუ რისთვის ზოგადად ძალიან რო რაღაცა გინდა ძალიან რო რაღაცა გაინტერესებს მაგას თუ ჩაუკვირდები უკვე გაიგებ ბევრ რამეს ნაწილობრივ კი მაგრამ იმასაც ეხება ბევრი რამე როგორც ვნახე ოკეი დავუშვათ ბევრი რამე ეხება მე რა ხდება კაი მე რას ვაკეთებთ კაი შეეხო იმას დავუშვათ მაგალითად ჩემი ახლანდელი შიში უკავშირდება იმას რომ წინა ცხოვრება დავუშვათ რა ეხა ვუტრირებ მაგრამ აი მაგალითისთვის რომ ვთქვათ დავუშვათ ჩემი ახლანდელი შიში მაგალითად შიში მაქვს საჯარო გამოსვლის სიტყვაზე რა და კონფერენციებზე ვერ გამოვდივარ მაგალითად ვერ ვსაუბრობ ხალხში და ჩემი ეს შიში დავუშვათ უკავშირდება წარსულში ადრე რაღაცა ხალხმრავალ ადგილას მოვხვდი და ჭყლეტვაში მოვხვდი და იქ დავუშვათ დავასრულე ჩემი ცხოვრება და იქიდან გამოვყვე შიში რაღაცა მსგავსი ინკვიზიციის იმაში მოვყევი საჯარო ჩაქოლვაში ლინჩის წესით მე ეს მე დამეხმარება ანუ ეხლა თუ მაგ შიში საჯარო გამოსვლის და ვერ გამოვდივარ კონფერენციებზე ეგ რაში დამეხმარება მაგის გაგება დაუშვათ რო რა ანუ შედეგი რა გვაქვს რომ კონფერენციებზე მაინც ვერ გამოვდივარ და შიში მაინც მაქვს ხო საჯარო გამოსვლის
ახლა ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე ისეთი შიშია რა, დავშოთ ნებისმიერ შეიძლება კონდეს, მაგრამ ძალიანაც არ აწუხებს მაგალითად. თუ საჯარო გამოსვლის შიში გაქვს, აირჩევ ისეთ საქმიანობას და ისეთ პროფესიას, სადაც საჯარო გამოსვლა არ გიწევს. ანუ რეალურად მაგ შიშთან ერთად ადვილად იცხოვრებ, მაგრამ ნახე, ვაი და ისეთი პროფესია და ისეთი საქმიანობა გინდა, სადაც ხალხში საჯარო გამოსვლა გიწევს. უკვე რეალიზებაში გიშლის ხელს, ხო? მაშინ დავუშვათ მაგ შიშს უნდა ემუშავ. ეხლა ეს მაგალითისთვის თქვი მე, მაგრამ ნებისმიერ შიშზე ეგრე აიღე. მაინტერესებს ქალი ვიყავი თუ კაცი რა დამემართა და როგორ მოვკვდი რო რა მე დაუშვათ ქალი იყავი თუ კაცი იყავი და როგორ მოვკვდი მაგით მე რა ანუ რა ახლა ნახე მაგას რო გაიგებ დაუშვათ ახლა როგორ გამოიყენებ მაგ ინფორმაციას ანუ რაში დაგეხმარება ახლანდელ რეალობაში ეგ რაში წაგადგება შენი აზრით ვინ გახდება ხმისლიდერი ხალხო მე შეგახსენებთ რა თქმა უნდა ჰაუსზე არ მეკითხებთ მეკითხებთ არც მაგრამ შეიძლება მოდერატორობა თიკამ ისეთი საინტერესო თემა წამოჭრა რომ არ შემეძლო რომ ამაზე არ გამიკეთებინა რაღაც კომენტარი იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ხოლმე რეალურად ადამიანებს რომ უნდათ ხოლმე ახლანდელი დავუშვათ პრობლემები შეკითხები და ახლა რაც აინტერესებთ ხო ახლა მომენტში აწყვეში ამაზე პასუხებს ეძებენ წარსულში ანუ ეს რას ნიშნავს რომ წარსულში რაღაცა უკვე მოხდა ამას ვეღარ შეცვლიან და ნუ რა თქმა უნდა ამასთან ბევრად უფრო ფრიგდნობენ თავს რომ ხო ეხლა რა გავაკეთო აბა წარსულს ხო ვეღარ შევცვლი და ამ დროს აწმყოზე კონცენტრაცია და აწმყოზე ორიენტირება იმიტომ რომ აწმყო უფრო შენს ხელშია ხო წადი მოქმედე რაღაცა შეცვალე ანუ ეს უფრო ისეთია რთული და ახლა წარსულში ხო ზარადვილია წარსულში რაღაცებს დავაბრალოთ ძალიან ადვილია ასევე დავაბრალოთ დედბაბას რაღაცა დავშოთ მშობლებმა რაღაცა ვერ გაგვიკეთეს და მაგიტო ახლა ვერ ვახტებ რაღაცაში წარმატებას არ ყავს შეყვარებული არ ყავს საყვარელი საქმე არ ვსწავლობ დავშოთ ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში თუ რაც არის რა ნებისმიერ რაღაცა შეგიძლია რაღაცას ვერ აკეთებ და გადააბრალო ბაბუას მშობლებს ეგ რეალურად ჩემი წარსული არ არის სულ სხვა ადამიანი ვიყავი და საინტერესოა ვინ იყავი გასაგებია რომ დავშოთ გაინტერესებს ვინ იყავი ანუ ცნობის მოყვარეობა ადამიანის კაცო ძალიან მაგარი თვისება რომ არა ცნობის მოყვარეობა ბევრი აღმოჩენა და ბევრი კვლევა და ბევრი რაღაცა არ გვექნებოდა კაცობრიობას და ადამიანის ცნობის მოყვარეობაზე დგას მთელი ცივილიზაცია ხო ჩვენი განვითარება მთლიანად დგას ჩვენ ცნობის მოყვარეობაზე მაგრამ აი შენ კონკრეტულად რაღაცა რომ ესე ძალიან გაინტერესებს ნუ უბრალოდ ეგ როგორი რაღაცა არის იცი მაგის ნამდვილობას სწორს და მართალს ვერასდროს ვერ გადამოწმებ უბრალოდ შენ რაც გინდა იმას დაიჯერებ ადვილად თიკა გესმის რაშია საქმე ანუ შენ იმას დაიჯერებ უფრო ადვილად რაც გინდა და რაც მოგეწონება მოკლედ იმ ინფორმაციას ამოკრებ მარიამ ციმიტიას ვიდეოები ძალიან იმოქმედა ჩემზე და ისეთი ძლიერი ინტერესი იმიტომ მაქვს მარიამ ციმიტია ძალიან მაგარი გოგოა სხვათა შორის ნუ ჯერ ლამაზია და საკმაოდ ისეთი ვიზუალი აქვს რომ აი გრძნეული ქალის და ნუ ვიზუალით ძალიან განსაკუთრებული აქვს და სხვათა შორის ადამიანებს ზემოქმედების უნარიც აქვს არ ვიცი ხლა ეს თანდაყოლილი უნარია მაგისი თუ მე შეიძინა თუმცა ძალიან ძლიერი ენერგეტიკის პატრონია ძალიან ლამაზია და მაგისი შულიც უსაყვარლესი გოგოა მოცეკვავე მარია ციმიტიას მე ვიცნობ პირადად ძალიან მაგარი ისტორია მაქვს მე მარიამ ციმიტიაზე ძალიან ახლა მოგიყვებით თუ კიდათ მარიამ ციმიტიაზე ისტორიას მარიამ ციმიტიას ახლა სულ რომ მაგ მისი საქმიანობის და ესეთი იმის არ გჯეროდეს თვითონ ადამიანს რო შეხედავ აი თავიდან ბოლომდე ეთქობა რომ არის განსაკუთრებული ადამიანი განსაკუთრებულად ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი და რა თქმა უნდა ეს ადამიანებს ზემოქმედება და კომუნიკაცია აქვს ეგ უნარი გააჩნია აი როგორც კი შეხედავ მაშინვე
მე მგონია რომ მარიამ ციმინტია ძალიან დადებითი ადამიანია. ანუ მასში ბევრად მეტი არის სიკეთე ვიდრე ბოროტება და ზოგადად ეგეთი ძლიერ ადამიანებს ყველას გაგვიმართლა ალბათ თუ ეგეთი ძლიერი ენერგეტიკის ადამიანები დადებითები არიან. ალბათ ბევრად კარგია ჩვენთვის ადამიანებისთვის, ხვებისთვის ვიდრე ის რომ დავუშვათ ესეთი ძლიერი ენერგეტიკა ადამიანმა თავის სასარგებლოდ, მაგრამ ცუდად რო გამოიყენოს, ხო? მე მგონია რომ მარიამ ციმინტი არის ძალიან კეთილი ენერგიების და დადებითი ენერგიების და თან მგონია რომ გონებითაც მართავს ამ ყველაფერს. აბა მე ყველაფრის მჯერა, რასაც იძახისო. ჩემი აზრით ყველაფრის თვითონაც არ სჯერა. მაგრამ ნუ იმაში ხა ვერავინ ვერ შემედავება, რომ თვითონ ეს ადამიანი არის განსაკუთრებული ვიზუალით, საუბრის მანერაც, გამოხედვაც, აი, სულ არაფერი არ გააკეთოს, მარიამ ციმინტიას აქვს ძალიან დიდი ენერგია. რა თქმა უნდა, ეგ უნდა წასულიყო მაგ პროფესიაში და მაგ საქმიანობაში, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ მაგ ხილა ენერგია, რომ არსად არ გასცე ადამიანებთან, აი იმ დადებით და იმ კეთილ საქმეებში, რასაც ეგ აკეთებს, ხო? მე რატომღაც ახლა არ ვიცი, ვერავიზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე მგონია რომ მარიამ ციმინტია მხოლოდ დადებითად მართავს თავის ამ ენერგიებს. გვანცაჯახამ ნახა დღეს მარიამ, არ ვიცი საყვარლებო, მარიამი უნდა ვნახო მე საღამოს გვიან, მოკლედ და მომიყვება რაღაცებს. ანი, ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, მადლობა. კამილა ჯაბნიძე, კამილა, არ ვიცი, მარიამი საჩ თუ გინდა რაც სადაც ვარ იქ დაგამატებ, მაგრამ აქ თუ არის გოგოები, ვისაც აქვს ეს ჩათები, შეგიძლიათ კამილა დაამატოთ, მეგობრებო, ძალიან კაი გოგოა, ჩვენიანია. განცაი ვიდეოებს თუ უყურე ადამიანებს წინა ცხოვრების გახსენებაში, რომ ეხმარებოდა ჰიპნოზით. ძალიან ბევრი ეგეთი ვიდეო მაქვს ნანახი, ბევრი წლების წინ და ისედაც ვიცი ადამიანები და მე გეტყვი რომ რასაც ვერ დავადასტურებთ და ვერ დავასაბუთებთ იმ რაღაცებს მე ცოტა ვერიდები ხოლმე ხლა მე წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი მაგის გადამოწმების არანაირი საშუალება მე არ მაქვს სიმართლე არის თუ არ არის და მეცაც გეტყვი ბევრმა სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ინფორმაცია მომცა შეიძლება მართლა სხვადასხვა ვიყავი მაგრამ ნუ მოკლედ გარდა მაგისა მან ყველაზე საინტერესო იცი რა არის ანუ რის თქმა მინდა რა მნიშვნელობა აქვს წინა ცხოვრებაში ვინ იყავი თიკა დაუშვათ წინა ცხოვრება იყო და ეს ცხოვრება რომ მორჩა ნიშნავს რომ ის მორჩა ახლა ხარ ამ ცხოვრებაში ანუ რატო გგონია რომ ის წინა ცხოვრების გამოცდილება თუ ექსპერიენსი თუ რაც არის ეხლა გამოგადგება ან რაიმეში გჭირდება და თუ თვლი რომ გამოგადგება და დაგჭირდება რაში აბა მითხარი ინტერესის გამო ხახნა მე მაქვს ყველაფერი გაკეთებული ტარო კარტი ყველაფერი თეფშებიც მაქვს ბავშვობაში დატრიალებული სულებიც გამოძახილი მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ის სულები მართლა მოვიდა ანუ ჩვენი მეზობლების ბებია ბაბუების ისინი რომ ამოგვეწურა მე თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი და ვინ აღარ გამოვიძახდა ალექსანდრე მაკედონელიც მე მგონი ამას გეუბნები ალბათ 1-10-12 წლის ვიყავი ხალხნო ყველაფერი მაქვს თიკა ნახე რომ ამბობ კარტი ძალიან არასწორად ვკითხავ რას ნიშნავს შენთვის ანუ რაც გითხე სავარაუდოდ არ მოგეწონა და ჩათვალე რომ ეს არის არასწორი ხო ეგრეა აუ თან მეყავს ვსვავ და თან არ მინდა რომ TikTok-მა დამბლოკოს.
კამილა ვეტყვი აუცილებლად. გულს ვაჩვენებ ხო ახლა ესე. ხო და ძალიან კაცი გატყვებს, ანუ მე და კაცი. ხო, ანუ იმან იცი როგორ არის ეკითხება რამოდენიმე თავის კლიენტთან ეგ გამოუვიდა მაგ მკითხავს ანუ რაღაცები გაარტყა და მე უკვე სტატისტიკურად რა მაგ რაღაცებს ამბობს და ვისთანაც გაარტყავს რა ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგო ვისაც ცოლიანი კაცი ატყუებს ხო და სტატისტიკურად ალბათ სადღაც 1-2 ჯილ რო გაარტყა მკითხავმა მე ადგა და იმეორა იგივე პატერნი თუ იგივე პლასტინკა თუ იგივე ის ატრიალა და ну ეხლა სადღაც 10-დან ალბათ გოგოში გაარტყავს და შენ იმ დანარჩენ რვაში მოხვდი. იმან არ იცოდა უბრალოდ შევძე არაფერი და ვერც იფიქრებდა რომ ხო იმან დაგინახა ლამაზ ახალგაზრდა გოგოთ და ახლა ლამაზი ახალგაზრდა გოგო და უცებ გაახსენდა რომ ძალიან ბევრი კაცია ვისაც ახალგაზრდა ლამაზი გოგოები მოწონს და ეგ ამბავია. ხო, ნუ ხა სუპერთან მარკეტინგულად რომ მივუდგეთ კამილა ლაივი იქნება საღამოს 11-ზე. ну царато узრდელობ შენ თვითონ ხალის აკაუნტი და გავარკვი რომ ალბათ მაღაზე გითხრა მკითხავმა ალბათ მკითხავმა მაღაზე გითხრა ну царато узრდელობ ნუცას კომენტარი აუპინოთ რომ ნახოთ რატო узრდელობს იქნებ გითხრას დანიელა ალბათ შეიძლება მაგრამ საქმე ის არის ვის რა ჯანდაბათ უნდა თიკა თმა შევიღებე მე მგონი ის ფერი არ დაჭდა რაც მინდოდა მაგრამ შედარებით უკეთესი ფერი დაჭდა მაგრამ ის ფერი მაინც ძალიან მინდა სხვათა შორის ტრანსი გოგო არის მსახიობი ვინც ძალიან მომწონს და სხვათა შორის დღეს მივწვევ მაგის ახლოს და მოვუყევ ყველაფერი რა ძალა გადგა რატო დაიღალე თავი რატო შეიწუხე თავი არ ღირს ხოლმე მინდა გითხრა არ ღირს იმიტომ რომ ისევ შეიძლება შენ დაგაბრალონ კარგი ფერიაო ძალიან დიდი მადლობა დავარცხნილი კაი ფერია ხოლმე და მე თუ არის აჩეჩილი და ისე იმიტომ უბრალოდ რომ შემერცხინა იმიტომ ნახე ადამიანი რომელიც ესე იქცევა იმას რომ მაგის ცხვენოდეს ხო აღარ მოიქცევა ამიტომ დიდი იმედი არ მაქვს რომ შერცხვა ასე რომ განსამოსარემ მარიამთან ერთად საღამოს ლაივში გავალ კი შევეცდები რომ გავიდე ნახოთ აბა მარე ახლა სად არის არ ვიცი ხა მეგობრებო მე დილით ვიწერ მოწერა გქონდა და ახლა სად არის არ ვიცი ნუცა 18 რა სად ვიდიხარ ლაივზე ამ ხომაიცი მარიამ ლაივზე მინდა ჩვენ საღამოს ვივდივართ საცეკვაოდ პარასკევობა და ვივდივართ საცეკვაოდ კამილა კი მითხარი რაც კიდე კაცო არ არის პრობლემა ხო მოკლედ ეგეთი ამბები
თიკა სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესო თემა არის შეერთებებით წარმოჭერ, იმიტომ რომ პირდაპირ გავდივართ ადამიანების ინტერესებზე, ადამიანის შიშებზე და ადამიანს ვის რა ის გვაქვს ხო ჩაძირული და ვისთან დადიხართო ვისთან დავდივართ რას ნიშნავს თმაზე ფრჩხილებზე თუ რაზე სიმარტოვის მეშინიაო ანუ თიკა ეგ შიში იცი ხო საიდანაც მოდის მოდი ახლა სიმარტოვის შიშზე ვთქვათ თიკამ რახან ახსენა სიმარტოვის შიში ანუ ნახეთ სიმარტოვის შიში საიდან მოდის ნუ ადრე სულ ადრე ჩვენი წინაპრები მოკლედ ძალიან ბევრი საუკუნის უკან როგორ ცდილობდნენ ხოლმე გადარჩენას ერთად პირველყოფილი თემური წყობილება გავიხსენეთ ხო ერთად შეგროვდებოდნენ ერთად უფრო კარგად ნადირობდნენ ერთად უფრო კარგად მოიპოვებდნენ საკვებს და ერთად უფრო ადვილად უმკლავდებოდნენ ხოლმე მამონტებს თუ მტერს თუ რაღაც ანუ ადამიანები ერთმანეთთან რო იყვნენ დაკავშირებულები და ერთად რო იყვნენ ჯგუფურად ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ და გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ ვიდრე მაგალითად მარტო რო დარჩენილიყო ანუ მარტოობის შიში რეალურად არის ის შიში რომ ვაიმე მე თუ მარტო დავიღუპო ვეღარ გადავრჩე და ასე შემდეგ ახლა თანამედროვე ადამიანს როდესაც მამონტები და ესე ვთქვათ დრაკონები და ისინი აღარ ებრძვიან ველურ ბუნებაში მარტო მყოფი ადამიანი რო გადარჩეს ეგეთი საშიშიც აღარ არის ხო ანუ მარტო ადამიანი თავისუფლად შეიძლება ცხოვრდეს მაგრამ ეგ შიში დღემდე აქვს კი ბატონო წყვილში ადამიანი ბევრად უფრო პროდუქტიულია ბევრად უფრო ძლიერია ოჯახებიც რატო ცხოვრობენ ხო ერთად იყოფენ ხარჯებს და შემოსავალი რაც არის დოვლაც ქმნიან და ამ დოვლათით უფრო მეტ სანოვაგეს ყიდულობენ ესე ვთქვათ ხო ერთობლივად ანუ ერთობლივი შემოსავალი უფრო კარგია ხოლმე და ხარჯების გაყოფაც ბევრად უფრო მოგებიანია მაგრამ როგორც ადრე იყო მარტოდ დარჩენილი ადამიანი შეიძლება ვერ გადარჩენილიყო გამოქვაბულის და იმის ეპოქაში ხო ტყეში ღამე მარტო და ასე შემდეგ ხო ახლა ამის ალბათობა და საჭიროება როგორც ასეთი აღარ არის რომ აი მე ხლა მარტო ვარ და შეიძლება მოკვდე ვერ გადავრჩე თუმცა ეს შიში დღემდე არის ამიტომ ეს მარტოობის შიში პირდაპირ უკავშირდება გადარჩენის შესაბამისად მე მაინც პირად ცხოვრებაში მარტოობა არ მიგულს ხო ზოგადად მარტოობა ანუ პირად ცხოვრება და დაწყვილება კიდე სხვა თემაა კაცო ზოგადად მარტოობა ანუ მარტო მყოფი ადამიანი მარტო მყოფ ადამიანს მარტო ყოფნა იმიტომ ეშინია რომ გადარჩენის საფრთხეა მისთვის რეალურად და ეს მოდის საუკუნეების მანძილზე მაშინ როცა ცხოვრობდა გამოქვაბულში და გამოქვაბულში ყოფნისას მართლა ეს მარტოობა აქ წყვილში ყოფნაზეც არ არის საუბარი მარტოობა ნიშნავდა მარტო სიკვდილს გვანცა შენაზით ვინ მოიგებს არბოტკედა არ მაქვს თუმცა ნუ ფინალისტები მგონია რომ იქნება ლორენცო ხო და ეს მარტოობის შიში რეალურად მაგასაც უკავშირდება დიდი მადლობა მეგობრებო გულებისთვის გააზრებული არც სიბერის იმიტომ რომ შეიძლება სულ ვერ მივიდე სიბერებდი რა თქმა უნდა სიკვდილს არ მეშინია იმიტომ რომ ნახე სიკვდილზე იმიტომ არ გეშინია რომ სიკვდილზე არ ფიქრობ და მარტოობის იმიტომ გეშინია რომ მარტოობაზე ფიქრობ სიკვდილის შიში მარტო ეს არის ძალიან ჩვეულებრივი შიშები, რომელიც რეალურად ადამიანს, ანუ
ნახეთ გადარჩენის, იმის რა ქვია, გამრავლების ეს რეფლექსები და ინსტინქტები იმიტომ გვაქვს, რომ ეს არის ჩვენი ადამიანური ბუნება, ანუ იმენა ფსიქოლოგი ხარ. ეს არის ჩვენი ადამიანური ბუნება, ხალხო, ანუ ადამიანი გააჩნდა ეგრევე ხელებს იმაში აფათურებს, ანუ ეს საკვებს ეძებს, იმიტომ რომ გადარჩეს, ხო? შესაბამისად გადარჩენი, თანდაყოლილი რაღაცები, რაც გვაქვს, იმას იდეაში არც უნდა ებრძოლო და უნდა მიიღო ისე, როგორც არის, მაგალითად, გადარჩენის ინსტინქტი, ხო, გამრავლების ინსტინქტი, ანუ მთელი ჩვენი ჰორმონალური სისტემა და მთელი ჩვენი აგებულება არის იმაზე აწყობილი, რომ გაუმრავლდეთ და სამყაროში იყოს ბევრი ჩვენაირი ადამიანი. ხო, შესაბამისად ის, რომ ჩვენ ვიღაცა მაგალითად ვიღაცები მოგვეწონება ხოლმე და ასე შემდეგ, ეს ძირითადად მე არ ვამბობ, რომ ყოველთვის, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე ამ გამრავლების ინსტინქტებზე დაფუძნებული. მთელი ბავშვობა იმის მეშინოდა, რომ ჩემიანს არავის არაფერი მოსვლოდა. ნახე, თიკა, იგივეა. ნახე, ჩემიანს, ჩემ ახლობლებს რაღაცა არ მოვიდეს, რომ მე მარტო არ დავრჩე. ჩემ ახლობლებს რამე არ მოვიდეს, ზუსტად ასე იყო, ხო, რაღაცა ჭირი რო დაემართებოდა და ჯგუფად რო ცხოვრობდნენ ადამიანი, ანუ ინფექციების, ჭირის, ეპიდემიების გამრავლების შანსი მეტი იყო, ხო? ერთი რო დაავადდებოდა, ყველას გადაედებოდა ხოლმე. ამიტომ ერთი ვიღაცა ავად გახდა და ყველას ეშინოდა ხოლმე, ანუ იგივეა ეხლა ზუსტად. მეტი ფული შევო და მან გამრავლება არაფერ შუაშია საუნებში არ მრავლდებიან. კარგად ვერ გავიგე რა თქვი, მაგრამ რეალურად ბევრი ფულის შოვნა დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან პირველ რიგში, რომ მე ბევრი ფული მაქვს, ანუ უფრო powerful და ძლიერად გრძნობ თავს და უფრო მაგარი ვარ პრობლემების გამკლავებაში. ხო, ანუ სიძლიერეს ნიშნავს უფრო მეტად და რეალურად ზუსტად ეს ფულის შოვნა ადამიანებს უნდა ხოლმე რომ თავისი შიშები მართონ მერე. სიღარიბის სიღატაკის შიშიც ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული შიშია, მეგობრებო, გამარჯობა და შესაბამისად სიღარიბის და სიღატაკის შიშიც გადარჩენასთან რო საფრთხე არის, იმიტომ რომ ღარიბი და ღატაკი უფრო ადვილად შეიძლება დაავადეს, მოუკვდეს მშიერი, სიცივეში გაიყიდოს და ასე შემდეგ, ხო, ანუ ძალიან ელემენტარული იმებამდე დავდივართ და კიდე კაცებს მივართ მაქვს ზიზღი, რადგან ბევრი ცუდი მინახავს, მაგრამ არსებობენ კარგებიც და ასე შემდეგ. ანუ ზიზღი რეალურად ნიშნავს, რომ შენი ფსიქიკა გიცავს რაღაცისგან. ანუ საფრთხეს გრძნობ იქიდან, ანუ ნახე რაღაცები რატო გვეზიზღება, იმიტომ რომ იქიდან ჩვენ გრძნობთ საფრთხეს. მე მაგალითად ქვეწარმავლები და გველები მეზიზღება, ვირთხები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე მათგან გრძნობ სავარაუდოდ საფრთხეს, მაგრამ სანამ გონება გაიაზრებს, რომ საფრთხე დავშოთ ვირთხარი რაღაცის გადამტანი ქვეწარმაველმა შეიძლება რაღაცა დაამიშაოს შხამით და ასე შემდეგ, მანამდე მე უცებ დანახვისთანავე მაქვს ის, ანუ გაუაზრებლად ზიზღი ასწრებს იმ გააზრებულ შიშს, ხო? შესაბამისად ზიზღი რაც თქვი, მგონია რომ ყველა ერთნაირია ბოლოს. ერთნაირი როგორი? ნახე, საფრთხესთან მიდიხარ, რომ მან შეიძლება რაღაცა დაგიშაოს იმ კუთხით, რომ ფიზიკურად კი არ დაგიშაოს, მაგრამ მორალურად შეიძლება დაგიშაოს რაღაც. ნახე, შეიძლება ფიზიკური საფრთხე მან აღარ იყოს აქტუალური შენთვის, მაგრამ ნახე, რაღაცის მიმართ ზიზღი ცოცხალი არსებისადმი ან ცხოველისადმი ან ადამიანის მიმართ პირდაპირ უკავშირდება, რომ შენ იმისგან გრძნობ რაღაცა ტიპის საფრთხეს. მაგრამ იმიტომ ჯავახას ნახვა სავარაუდო თენდონსა რომ მგონი რომ ყველა ერთნაირია ბოლოს. ბოლოს ყველა ერთნაირია. ანუ როგორი?
მე ვერ დამიშავებს რადგან არ უშვებ ჩემამდე ზუსტად ეგ ზიზღი გიცავს იმის გარო შენ ახლოს არ უშვებ ეგეც თავდაცვით მაგრამ ნახე ყველაფერი ერთმანეთია ზიზღი გიჩდება მე შენთან ახლოს არ უშვებ შენთან ახლოს არ უშვებ იმიტომ რომ რაღაცა არ დაგიშავს შენი უსაფრთხოება არ დაირღვეს მეტად უფრო დაცული იყო და ასე შემდეგ ბარბარე მეგობრებო ეხლა უნდა გავთიშო და მე კიდე შემოვალ გაბლასაც მე ვფიქრობ მაგრამ ჩემს ახლობებს ცდილობ გავაგებდო რასაც მე ვფიქრობ არ არის სწორი ნახე რატო გინდა რომ გააგებინო რა ვალდებული ხარ ან საერთოდ რა ვალდებული ხარ ვინმეს რამე გააგებინო ეს ერთი და რო გააგებინო შენ გონია შენთვის რა შეიცვლება ანუ უფრო გაადვილდება ანუ მე ნელა გავშავ განცა ოკეი მე ნელა გავშავ უბრალოდ ხებს რო გინდა ეგ გააგებინო ჯერ ერთიც ის ხები საერთოდ არ არის ვალდებული რო ყველაფერი იცოდნენ ჩვენზე და არც არის საჭირო და მეორეც ერთი რო გააგებინო ის რომ შენ რაღაც არ გინდა არც ხარ ვალდებული ნახეთ იკან მაგალითად მიხვედი სტუმრად და შემოგთავაზეს ყავა ან ჩაი და არ გინდა ეს ყავა და ჩაი შენ ხო აღარ უხსნი იმას რომ რატო არ გინდა ეს ყავა და ჩაი უბრალოდ არ გინდა და მორჩა ხო მასია ეგეც ანუ შენი არა და არ მინდა იმდენად მყარი უნდა იყოს რომ ამას ახსნა აღარ დაჭირდეს სანდრო გავაგებინო იმიტომ რომ გაიაზრონის რომ ყველა სანდო არ არის და ყველა კარგი არ არის ანუ ეხა ყველას თუ გინდა რომ ეგენი გაიაზროს და ასე შემდეგ ანუ ცოტა რთულ რაღაცა შეჭირდები ხარ ანუ შენ გინდა რომ ყველამ რაღაცა გაიაზროს და ამ დროს კითხი აბა უნდა ყველას რაღაცის გააზრება შეიძლება არც უნდა და არც არაფერში არ ჭირდებათ კაცო ყველას თავისი აქვს გასააზრებელი ბარბარე მეც მიყვარხარ ყველა არა ვინც ძვირფასია და მიყვარს ხოლოდ მან ვინც ძვირფასია და გიყვარს ეგენი გინდა რომ გაიაზროს ანუ მაგის გააზრების გარეშე ეს ადამიანები ისედაც ხო მაგ ადამიანებთან ისედაც ხო ოკეი ხარ თუ ერთმანეთი გიყვართ და ძვირფასები ხართ ერთმანეთისთვის მაგ რაღაცების გააზრების გარეშეც ხო მაგალითად თიკას არ უნდა ჩაი და ყავა არ უნდა ჩაი და ყავა ხა მე აღარ რატო არ უნდა ჩაი და ყავა რატო არ უნდა დამცხარი რატო არ უნდა სასუსტარი ანუ ხვდები ხო რას ვამბობ ხა ეს მაგალითად მოიყვანი მაგრამ ჩემთვის ხა ადამიანი თუ მიყვარს მაგალითად თიკა მიყვარს როგორც მეგობარი დაახლოებით ვიცი მისი რაღაცები ესე ვთქვათ რა უყვარს რა უხარია და ასე შემდეგ ზოგადი წარმოდგენება აქვს და იმას რომ რაღაცა არ უნდა უკვე ეგ საკმარისი უნდა იყოს ხო ჩემთვის ნახე არ უნდა რაღაცა არ უნდა ოკეი ანუ აღარ უნდა დავტანჯო ის ადამიანი ავუხსნა რომ რატო არ გინდა ჩაიყავა და მცხარი რატო არ გინდა ხო ანუ მაშინ ანუ რატო უნდა ვეჭიდაო ამ ადამიანს რაღაცა არ უნდა და მორჩა ესე იგი არ უნდა ანუ ეს არ უნდა იყოს საკმარისი აბა მაგაზე ვფიქროთ ანუ რატო ვეჩალიჩებთ რომ გავაგებინოთ გაიაზროს ის ანუ ჩვენი არ მინდა არ არის საკმარისი ხო ანუ ცოტა სუსტად ჟღერს ანუ საკმარისი ის არ გვაქვს წონა რომ თქვათ არ მინდა და ეს არ მინდა იყოს საკმარისი ჩვენ სამეგობროში გვანც ქსიას ნათლი ახარო ქსია ვინ არის
ჩემი ნაცვლები პატარები არიან და TikTok-ი არ აქვთ და მეგობრებო ხადელები გავალ და მე კიდე შემოგიერთდებით, იმიტომ რომ და ჩავიცა მოვებზადო ხო თვები პრინციპში კი მაქვს ყველაფერი კარგად, მაგრამ კიდე მეიკაპები და რაღაცები მაქვს გასაკეთებელი. მითხრა ჩემი ნათლია არიო, ნენელა გადიხო. ისეთი აი შენ რა თებებიც თქვი ახლა სხვათა შორის ძალიან საინტერესოა და რაღაც ის ჩახრბავება და გაცნობიერებები, ანუ რო უხრბავდები იმდენი გაცნობიერებები შეიძლება მოვიდეს, ანუ მაგალითად ვიღაცად რაღაცის მიმართ ეს ზიზღი ხო, საიდან მოდის მაგას რო ჩაუკვირდები, იმდენი პასუხები გექნება, რომ წინა ცხოვრებაში ვინ იყავი რა, ნახე ეგ ცნობის მოყვარეობა რეალურად არის ძალიან ბევრი პასუხგაუცებელი შეკითხვა, რო გიგროვდება, მე ეძებ და იქიქები ხანსად. რეალურად შენ თავში რო უღრმავდები და აი ყველა შეკითხვებზე პასუხები უკვე შენ თავში რო გაქვს, ხო? ტოკა გენ მიყვარხარ მეც ძალიან არ აქვს, ანუ შეიძლება ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში. ნახე ეგ შენ უნდა გაიაზრო, ნახე ვინც არ უნდა ყოფილიყავი წინა ცხოვრებაში, სევმანდ მივდივართ, ხო? რა იცვლება შენთვის? მაგალითად, წინა ცხოვრებაში იყავი პრინცესა, ან წინა ცხოვრებაში იყავი მეზღვაური. მერე ხოდა ანუ მაგით რა ეხლა რა იცვლება შენთვის, ანუ რას გაძლევს ეს ინფორმაცია? მეც მიყვარხარ ტოკაგელ, მეც მიყვარხარ. ისევ და ისევ once again ეგ ცნობის მოყოლება მოდის, იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები და რადგან შეკითხვებს ვერ უპოულობთ ხოლმე რაღაცებში, იმიტომ რომ კარგად არ ვეძებთ, შესაბამისად მე უკვე ექსტრასენსები, ტაროლოგები, ასტროლოგები და 1000 ვიღაც არის მაგისთვის, რომ ჩვენს მაგ ცნობის მოყოლებაზე, გაურკვევლობაზე და იმაზე შიშებზე იმუშაოს და აგერ 1000 რაღაცა მოკვეთებზეულს ვერ ვიტან, ვერც თევზისულს, ამიტომ არ ვიქნებოდი მეზღვაური. შეიძლება ჯვარი გწერია და ზღვაში გადავარდი და თევზებმა ისაქრეს შეგჭამეს და მაგიტო ვერ იტან. შეიძლება ერთ-ერთი თევზაობის დროს ჩაიძირა ეს გემი და მაგიტო ცუდი გამოცდილება დაგრჩა. შეიძლება მაგიტო ხო ხშირად უსმენთ სიმიტესას და ნინუშკა ლისენკოსაც და მოქმედებს ეგ ძალიან. კი ბატონო, აი თვითონ ის ფაქტი რომ მაგათ უსმენ, ნახე ციმიტიაც და toxic baby ქვია ხო? ნინიკოს თუ ნინუცას toxic babies ხო? ნახე როცა ადამიანი არის ცნობის მოყვარული და ბევრი შეკითხვები აქვს პასუხგაუცემელი, ეს ადამიანები იმდენ რაღაცას ყვებიან მიღმა სამყაროს შესახებ, რომ შენ ესე გუბკასავით ხარ რა, იმდენი შეკითხვები გაქვს, რომ ეს ძალიან ბევრი ინფორმაციას ხო გაცდიან და რაც გათრიგერებს, მე იმას ებღაუჭები. მაგაც იმიტომ რომ უფრო მეტად გიღვივებენ ინტერესს. მოკლედ, თუ კიდე მე გავაგრძელოთ კიდე ამ თემებზე საუბარ, ეხლა მართლა უნდა წავიდე, იმიტომ რომ მოსამზადებელი ვარ და აბა თქვენ იცით. ნუ კი გორკაძე, გვანც რო შემოგთავაზონ დაბრუნდებით თორე პროექტში არა ხახნო რა თქმა უნდა, თუ თქვი რომ იქ წავალო, თქვენ აუცილებლად დამიჭირეთ, გადამკოჩეთ და ბასასისთან მიმართ. დროებით ბედნიერი საღამო, აბა თქვენ იცით მეგობრებო.